გესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ეს არის მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის პოდკასტის 29 ეპიზოდი და საუბრობთ კულტურაზე. ჩვენი დღევანდელი სტუმრები არიან ქეთო ყიფიანი, კინოპროდიუსერი და სალომე ჯაში, რეჟისორი. მე მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრი გახლავართ და კიდე სახელმწიფო პროფკავშირის თავმჯდომარე გილდიას. სულ ეხლახანს ვიცით ეს ამბავი ბათუმის თეატრში მომხდარი გეგა გაგნიძის საკითხი, სადაც პრინციპში მისი გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა და მისი სპექტაკლის პოლიტიკურობის გამო, ყოველ შემთხვევაში ეს აღწერა თვითონ თეატრმა, სპექტაკლი მოიხსნა. ესე იგი რეჟისორის სუბიექტური პოლიტიკური პოზიციის გამო. ხოლო ეს არ იქნება ჩვენი სასაუბრო თემა და ალბათ ბევრ სხვა საკითხად შევეხებით, თუმცა პრინციპში მინდა დავიწყო ამგვარი შეკითხვით, რომ ეს აშკარაა და ცხადია, რომ მოხდება ეს დაცენზურება კიდევ ბევრჯერ ამ ქვეყანაში და აქამდეც მომხდარა და ეს პოლიტიკურად კრიზისული სიტუაცია ზოგი რეპრესიას დაარქმევს, ზოგი შეზღუდვას, მაგრამ ზოგადად არის საინტერესო, როგორი არის ხელოვნების როლი აი ასეთ სიტუაციაში, როგორი უნდა იყოს მისი პოზიციონირება და როგორ უნდა გადარჩეს და ამისთვის კარგი მაგალითია ვთქვათ კინომოძრაობის გამოცდილება, რომელმაც ბევრად ადრე 3 წლის წინ თუ არ ვცდები, დაიწყო პროტესტი აი ამ ფორმით, ბოიკოტის ფორმით და შეგვიძლია უკვე შევაფასოთ, ხო? აი დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ყველაფერი და როგორი უნდა იყოს ხელოვნების ფუნქცია და როლი კრიზისში, ცენზურაში და ძალიან არ მიყვარს ხოლმე ამ სიტყვას რო ვიყენებ, მაგრამ დავარქვათ თუნდაც რეპრესიები. ბატონო, მოგესალმებით. კრიზისის დროს შემოქმედების როლი ანუ შემოქმედებისთვის კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი შეიძლება იყოს ბევრი რამის მომტანი კარგის და ცუდის, შეიძლება იყოს დამაზიანებელიც და შეიძლება იყოს კონდეს პირიქით ეფექტიც, იმიტომ რომ კრიზისის დროს როგორც წესი ხდება ხოლმე რაღაცა კრიზისი ხდება ხოლმე ხშირად ბიძგი შემოქმედების პროცესში და ასევე რაღაცნაირად ხდება ხოლმე შემოქმედებითი ფორმების ან გადასხვაფერება, ან საერთოდ ახალი ფორმების შექმნა და ამ მხრივ მნიშვნელოვანი არის კრიზისი ხელოვნებისთვის, თუმცა არსებობს რა თქმა უნდა საფრთხეებიც და ასე ვთქვათ ნეგატიური ეფექტიც შეიძლება ქონდეს ამას და ეს ერთ-ერთი შეიძლება იყოს ეს თვითცენზურა და ასევე პოლარიზება საზოგადოების, რაც ჩვენს მაგალითზეც კარგად ჩანს ახლა, იმიტომ რომ საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ხელოვნება უნდა იყოს სამსახურში, ამ პროტესტის, რაც ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების მეორე ნაწილი პირიქით რაღაცნაირად ცდილობს, რომ ხელოვნება იხსნას და გადაარჩინოს პოლიტიკისგან და პოლიტიკურობისგან. ამიტომ ეს დილემა ყოველთვის არის ხოლმე რა. მესამე გზაც არსებობს, აი ერთი მხარე ამბობს, რომ ეს უნდა იყოს აბსოლუტურად აქციის სამზადიში, მეორე მხარე ამბობს, რომ საერთოდ არ უნდა შეეხო რამე შუალედური მესამე გზა არსებობს? სადაც შეიძლება ეს რაღაცა ყველა აქტივისტური ტენდენციის ის არ იყოს რაღაცის, მაგრამ ანალიზის საშუალებას იძლევა. ხო, არ უნდა იყოს ცალსახა რა, ანუ შესაძლებელია რა თქმა უნდა შუალედი არსებობდეს და ხელოვნება რეფლექსირებდეს იმაზე პოლიტიკურ რეალობაზე, რაშიც არსებობა უწევს, მაგრამ ამავე დროს არ დაკარგოს კრიტიკული რაღაცა კრიტიკის უნარი, რაც არის უმთავრესი ფუნქცია, ხო, ხელოვნების. და ჩვენ შემთხვევაში რაღაცა პოლარიზებული არის რა და მუდმივად მარტო ხელოვნებაში არა, ყველგან ყოველთვის გვესმის, რომ კი ეხა ეს გასაგებია, მაგრამ ეხლა ამის დრო არ არის, ეხლა ამაზე საუბრის დრო არ არის და ეგ მგონია, რომ იწვევს შემოქმედებით კრიზისს და პოლიტიკურ კრიზისაც კი არ ეხმარება კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს. გასაგებია. გავაგზავნოთ პრინციპში ამაზე საუბარი. კი, ზუსტად ამ საკითხით მინდა რომ გადმოვიდე და ეგ ვიკითხო საერთოდ აი ხა რა საკითხად შევეხლა, აი პოლიტიკური ხელოვნება, აქტივისტური ხელოვნება და კულტურა კრიზისის პერიოდში. აი რა შენი აზრი როგორია მაგას? ხო, ჯერ ფორმულირებაში ვერ დაგეთანხმები, როცა როგორი უნდა იყოს კულტურა თუ ხელოვნება.
კრიზისის დროს. ჩვენი წარმოდგენით. შეგვიძლია უბრალოდ ვიკითხოთ, როგორი არის ხელოვნება კრიზისის დროს. იმიტომ რომ ხელოვნება არ არის ის, რასაც სიტყვა უნდა უხდება საერთოდ, ხო? შეიძლება ეს უნდა განსაზღვროს ავტორიტარულმა რეჟიმმა. მაგრამ რა არის ხელოვნება? ეს არის ის, რითაც ჩვენ ვიბრძვით, როგორი ხელოვნებაც გვინდა, რომელიც არის თავისთავად ის გამომდინარეობს ავტორისგან და არავითარი უნდა არ არის. დღეს რაც არის პრობლემა, არის ზუსტად ეს თქვათ დამოკიდებულება როგორი უნდა იყოს ხელოვნება, თქვათ სიტყვაზე ჩვენ შემთხვევაში კინოცენტრისთვის თუ კულტურის სამინისტროსთვის და რა არის ხელოვნება, რა მომდინარეობს ავტორისგან, ეს არის ის რაც ექვემდებარება ცენზურას, როგორც არის ეს სიტყვაზე ბათუმის თეატრის შემთხვევაში და ასეთ შემთხვევები გქონია მანამდე კინოში არაერთი. და შეიძლება რაც კეთილამშრომელი კრიზისის დროს კრიზისი რაღაცა ბიძგს უბიძგებს ხელოვნებას რომ ის რაღაცა გაიშალოს თუ უფრო მეტად ღრმა გახდეს ხო რა თეორიაც იყო საბჭოთა კავშირში ასე ვთქვათ რომ საბჭოთა კავშირი შეზღუდვა უბიძგებდა ხელოვნებას რომ რაღაცა ეძებნა სხვა ენა ხო ეზოპეს ენაზე იყო ლაპარაკი რაღაცა მე ძალიან მიჭირს დღეს დღევანდელი პერსპექტივიდან ამას დავეთანხმო იმიტომ რომ ზოგად კრიზის პოლიტიკურს თუ ეგზისტენციალურ სუფთა ყოფით კრიზისს მოაქვს ასევე კრიზისი ხელოვნებაშიც. აი მაგალითად უბრალოდ ერთი მახსენდება ხოლმე ხშირად ჩემი კოლეგა, უკრაინელი კოლეგა ერთხელ საუბრობდა მისი ფილმის შესახებ 2022 წლის გაზაფხული იყო და მას კითხა მოდერატორმა შვეიცარიაში რომ აი ახლა ალბათ რამდენი რაღაც ხდება ხო, რამდენი რაღაც არის გადასაღები შენთვის და ამ გოგომ თქვა რომ მართალი რო გითხრათ ახლა ვზივარ და კარტოფილს ვთვლი მოხალისეებისთვის და უფრო მეტად გრძნობ ჩემს ფუნქციას. ანუ მისთვის ხელოვნება უცებ ხელოვნება მაზრი დაკარგა. ანუ ხელოვნება იმ წუთას არ იყო ის რასაც რაღაც შედეგი შეიძლება და მოეტანა და მგონია რომ ეს შეგრძნება ჩვენს ავტორებს მე მათ შორის და ბევრს ჩემს გარშემო გვაქვს ეს კრიზისის განცდა რომ რას აქვს ახლა აზრი რის კეთებას აქვს აზრი იმიტომ რომ რაც მოაქვს კრიზისა როგორც ქეთამ თქვა რაღაცა პოლარიზებული ხდება და ყველაფერს თითქოს ძალიან მკვრივი სახელი ქვია სადაც როცა მკვრივი არის სახელი როცა პოზიცია ძალიან გამოკვეთილია ხო იქ რა არის ხო ხელოვნება რეფლექსია კითხვის დასმა რაღაცნაირად აზროვნების სივრცეში ამბივალენტურობასებში ყოფნა ამბივალენტურობა რაღაც ურთიერთგამომრიცხაობის დაშვება როდესაც კრიზისი არის იმდენად გამოკვეთილად გწამს რაღაც სწორი რაღაც არასწორი აი იქ ამბივალენტურობის და სააზროვნო სივრცეს საშუალება აღარ არის თითქოს და ეს იწვევს უბრალოდ კრიზისსაც თვითონ შემოქმედებაშიც რომ აი თქვა და შენი ხელოვნება ხდება აქტივისტური ან რაღაცა პირდაპირ რეფლექსიური პირდაპირ იმაზე რაც ახლა ხდება და ის უნივერსალურობას შეიძლება კარგავდეს. მესმის. იცით რა არის საინტერესო ეგ იყო რომ ხარას აღინიშნა პრინციპში აი უნდა საკითხის რო გავყვეთ რა ანუ ორივე მხარე მეტნაკლებად რაღაცა ფუნქციას აკისრებს ხელოვნებას. რაღაც ფუნქციას რო აკისრებს ეს ნორმალურია, მაგრამ კონკრეტულ ფუნქციას აკისრებს და ძალიან კაფიო და ძალიან ჩარჩოში მოცემულ ფუნქციას ასრულებს და როგორც კი ის ამ ფუნქციას გაცდება, თქვათ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან როგორც კი მათ მიერ დაფინანსებული ხელოვნება ჩვენი ბიუჯეტიდან ჩვენი გადახდილი გადასახადებით დაფინანსებული ხელოვნება გაცდება გართობის და ენტერტეინმენტის საზღვრებს იქ უკვე წითელი ინთება. აქეთ ამ მხრიდან თქვათ ჩვენი წინააღმდეგობისა და თქვათ მეტნაკლებად უფრო დემოკრატიული ძალების თუ თქვათ ოპოზიციის რაღაცა კატეგორიის და სამოქალაქო ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორის მხრიდან როგორც კი ხელოვნება გაცდება აქტივიზმზე აქტივისტური სარკის ფუნქციას რომ აი ამის სახე ყოფიერი და იყავის სარკე დღევანდელი რეალობის და გააბუქე ან რაღაცა აი აღწერე და სხვა ანუ რაფერი ამას როგორ გაცდება ისიც აქაც ირთება წითელი ანუ შენ ერთის მხრივ არ გაქვს აქეთ მხარეს უფლება რომ ეს გაკეთო მეორე მხარეს აქეთ მხარეს უფლება რომ ეს გააკეთო ამ ნაწილსაც რო შევეხოთ და ნუ შეიძლება გავცდეთ კიდეც როგორ მდგომარეობაში არის აი ფიზიკურად ფინანსურად მატერიალურად დღეს ხელოვანი
მაშინ, როდესაც აი ეს შეზღუდვებიც წამოვიდა და დაემატა, ხო? იმიტომ რომ ახალი შეზღუდვით გრანტად ითვლება უკვე თითქმის ყველაფერი. თუ აქამდე კულტურის საქმიანობა მეტნაკლებად გათავისუფლებული იყო გარკვეული ვალდებულებებისგან, ეხლა თქვენ და პრინციპ სახელოვნებო სფეროს დარჩა რა? ან სახელმწიფომ უნდა მისცეს ფული, რომელიც ეუბნება, რომ პოლიტიკურ პოზიციას ნუ გამომიხატავ, არ ვიცი, და შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ აღარ უნდა ილაპარაკო მაგალითად, არ ვიცი, ანტიგონეზე, იმიტომ რომ გამოდის, რომ საუბრობ დიქტატურაზე, მაკბეტი აღარ უნდა დადგა, იმიტომ რომ გამოდის, რომ საუბრობ ტირანიაზე, რაღაცა კიდე 1000 ასეთი და რაც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე მოახდენს გავლენა. ხო, ანუ საერთოდ ესე იგი, ნუ კლასიკა ჩამოთვალე ხა რა, შექსპირი ამოღებულია, რაღაცა ბერძნული ეპოსიც უნდა ამოვიღოთ და აღარ უნდა ილაპარაკო ამაზე რა და ერთადერთი გამოსავალი რჩება რომ ესე იგი კერძო სექტორთან მიხვიდე, კერძო სექტორთან რომ მიხვიდე, მაშინ ვენეციელი ვაჭარი აღარ უნდა დადგა, იმიტომ რომ მე ვახშეებზია და მაშინ ისიც აღარ უნდა დაიდგას და აი რა უნდა ქნას ესე დროს, ან როგორ მდგომარეობაშია დღეს? აი ფინანსურად რა ხდება საერთოდ ამ სფეროში? ну ფინანსურად ის ანუ კინოს ქართულ კინოს ფინანსურად არასდროს არ ულხინდა ესე ვთქვათ კინოცენტრი იყო ერთადერთი და არის ერთადერთი ქართული ფონდი რომლისგანაც კინოავტორები პერიოდულობით რაღაც ძალიან მცირე მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან დაფინანსებას იღებდნენ ხოლმე რომელიც მერე ხდებოდა ფანჯარა იმისთვის რომ მომხდარიყო რაღაც თანაწარმოების პროცესში შესულიყვნენ ქართული კინოს ავტორები სხვა ქვეყნებთან ძირითადად ევროპელ კოპროდიუსერებთან რომლებიც თავის მხრივ თავისი სახელმწიფო ფონდებისგან მოიპოვებდნენ ხოლმე დაფინანსებას. ამიტომ ქართული კინოავტორი მეტნაკლებად წარმატებული საომე ალბათ ამეთანხმება ბოლომდე დამოკიდებული ამ ქართულ ფულზე კინოცენტრის ფულზე რომელიც ძალიან მწირი იყო ხა კიდე გაზარდეს ბოლომდე არასდროს არ იყო და შესაბამისად არც არასდროს არ იყო მდიდარი თანამედროვე საქართველოში კინორეჟისორი არ ვიცი შეიძლება არსებობენ გამონაკლისები რომელსაც სხვა რაღაცა წყარო ქონდათ შემოსავლის მაგრამ თავის პროფესიიდან გამომდინარე ამით არავინ არ მდიდრდებოდა ხო და ეხლა ეს ეხლა რა მოცემულობა ხო რომ გეუბნებიან რომ ან უნდა იყო კეთილგანწყობილი კონკრეტული პარტიის მიმართ ან საერთოდ სივრცე აღარ რჩება არც დამოუკიდებლად მოქმედების სივრცეც აღარ რჩება იმიტომ რომ ადამიანები რომლებმაც უარი ვთქვით კინოცენტრთან თანამშრომლობაზე ჩვენ ასევე შეგვიზღუდეს სხვა წყაროებიდან ხარდაჭერის მოპოვების გზებიც, ხო? და ასეთ მოცემულობაში მართლა ერთადერთი გამოსავალი, კი არა და ერთ-ერთი გამოსავალი, რასაც ხედავენ არის რომ ადამიანები ლაპარაკს იწყებენ წასვლაზე, ქვეყნის დატოვებაზე და ასე შემდეგ. რასაც არ ვიცი, მე პირადად არ ვეთანხმები, იმიტომ რომ მგონია რომ რაღაცა წინააღმდეგობის გაწევა ნებისმიერ სივრცეში და მოცემულობაში შესაძლებელია, სანამ ვარსებობთ და ადამიანებს უწოდებთ ჩვენს თავს, მაგრამ ეს კრიზისი რაც ეხლა არის ხო რაღაც მომენტში ეხლა არ დაწყებულა რა ძალიან დიდი ხანია რა არ ვიცი დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში კი ეხლა გამწვავდა კი ძალიან იმიტომ რომ ერთ პარტიას მოერგო როცა მთელი ქვეყანა და მათ შორის კულტურაც და ხელოვნებაც და ანუ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაზეც მე მინდა რომ ყურადღება გავამახვილო და რაც მგონია ერთ-ერთი მიზეზი იმ მდგომარეობის რაც ახლა ვართ არის ის რომ საქართველოში მუდმივად დამოუკიდებელი ქვეყნის საქართველოს ისტორიაში იყო მუდმივად საჯარო სივრცეების პრობლემა იმიტომ რომ საჯარო სივრცე რომელიც არის რაღაცა მეხსიერების მატარებელი, სადაც გროვდება ეს რაღაც კოლექტიური გამოცდილება, ეს კოლექტიური გამოცდილება შეიძლება იყოს, რა ვიცი, საპროტესტო, სადღესასწაულოც, კარგ მოგონებებსაც ინახავდეს და ცუდ მოგონებებსაც, მაგრამ არ არსებობს არც არსებობდა ინფრასტრუქტურა აი რაღაც ინსტიტუციური მეხსიერება პროტესტის და თვითორგანიზების და როდესაც თვითორგანიზების სივრცე არ არსებობს ადამიანებისთვის და ვითუბეთეს შემოქმედებითი ადამიანისთვის
ბუნებრივია, რომ ასეთ მოცემულობაში ადამიანს უწევს, რომ ხელოვნება დაექვემდებაროს ან არ ვიცი, რომელიმე კერძო ბიზნესს, ადგილობრივ ბიზნესს, ან რომელიმე კონკრეტული პარტიის კეთილგანწყობას, ან თუნდაც რომელიმე საერთაშორისო ფონდს რა. და ეს პრობლემა, აი ხა მაგალითად რაზეც ბოლო დროს სულ ლაპარაკობთ და უფრო ვწუწუნებთ იმაზე, რომ არ არსებობს სტუდენტების პროტესტი, პროტესტი არ არის ჩემთვის, მაგის მიზეზიც არის ერთ-ერთი აი ზუსტად ინფრასტრუქტურის არარსებობა და ინსტიტუციური ბრძოლის თუ რაღაცა პროტესტის დეფიციტი რა. რაც აქვთ ის იმის გაყიდვასაც უპირებენ, ასე რომ კიდე უფრო ნაკლები იქნება. საჯარო სივრცე თუ ამას გულისხმობთ. ჩვენ სივრცეში არის, ჩვენს სფეროში ის პრობლემაა, რომ ამდენი ხნის მანძილზე 30 წელზე მეტია ქვეყანაში არავინ არასდროს არ იზრუნა იმაზე, რომ არსებობდეს არც კერძო სექტორმა და არც სახელმწიფომ, რომ არსებობდეს სივრცეები, სადაც ადამიანები ერთმანეთს შეხვდებიან. რა ქვეყანაში კინოთეატრი არის, დამოუკიდებელი კინოთეატრი ქვეყანაში არ არსებობს, რაც მგონია, რომ ძალიან დიდი პრობლემა არის რა და ამის მიუხედავად ამ მოცემულობაში მაინც ქართული კინო ბოლო 2 ან 3 ათეული წელია მაინც რაღაცნაირად ვითარდებოდა და გახდა საერთაშორისო კინოს ნაწილი და ეხლა ზუსტად ის მოცემულობა რომ ამას ემუქრება ძალიან დიდი საფრთხე და ფაქტიურად ხო პრინციპში ჩვენ არის მუშაობა რა. მაგ საკითხს რაც ახსენე კინოთეატრების საკითხს დაუბრუნდებით, როდესაც თუ მოვასწარით ხელოვნების ხელმისაწვდომაზე როცა ვისაუბრებთ და იმაზეც უნდა ვიფიქროთ ალბათ ზოგადად რამდენად ხელმისაწვდომი იყო ქართული კინო თუ თეატრი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, თუმცა ეხლა მინდა რომ ისევე საკითხი გავაგრძელოთ და ესეთი რამ ვიკითხო. რამდენადაც კინოსში დასაქმებულ პირთა პასუხი აი იმ ცენზურის რისკებზე, რომელიც გაჩნდა კინოსფეროში თავის დროზე, იყო ბოიკოტი და გამიჯუნა რაღაცნაირად მე აღარ ჩავერევი, აღარ მივიღებ მონაწილეობას, არ ვითანამშრომლებ ეს რაღაცა პრაქტიკა, ხო? ეს სახელოვნებო სფეროში მნიშვნელოვანი დილემაა. მით უმეტეს აი ეხლაც მაგალითად ბათუმის თეატრის შემთხვევაში, ხო? გეგა გაგრინძე დგამდა სპექტაკლს ბათუმის თეატრში, თქვათ აშკარად დააცენზურეს, თავიანთი განცხადებით, ჩემი შეფასება არ არის, მათივე განცხადებაში წერია ეს და ვიღაცა ეტყვის, ხო, გეგა გაგრინძეს, რომ აბა რა მოლოდინი გქონდა ბათუმის სახელმწიფო თეატრში, რომ დადგამდი, სხვა რა იქნებოდა. რა არის სწორი ასეთ დროს, რომ ჩვენ უნდა დავტოვოთ ჩვენ თვითონ ის სივრცეები, საჯარო სივრცეები, რომელზეც ვსაუბრობდით და დავუტოვოთ ის მეორე მხარეს და ვთქვათ, რომ ჩვენ იქ არ ვითანამშრომლებთ, არ მივალთ, არ ჩავერევით, არაფერში ჩვენ მონაწილეობას აღარ მივიღებთ, ანუ დავცალოთ სახელმწიფო თეატრები და დავტოვოთ საჯარო დაფინანსება, ვთქვათ, კინო დაფინანსება ჩვენი მონაწილეობის გარეშე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ხელოვანი, რომ არ იყოს თვით მარგინალიზებული, ასე ვთქვათ, თავისთავი არ გაწიოს, თავისთავი, ხო, პრინციპში, მე მგონი გასაგებია. ხო, აქ ისე უნდაზე მივდივარ და რა არის სწორი, რასთან ხო. ჩვენი წარმოდგენი დავამატებ, რაღაცნაირად შევარბილებ, შევეცდები, მაგრამ ჩემი აზრით თქვა, ჩემი აზრით, ანუ მე ვერ ვიტყვი რა არის სწორი და რა არის სწორი. უბრალოდ შემიძლია თქვა, კონფორმიზმი არასწორი არის და თავისუფალი ხელოვნებისთვის ხელოვნების შექმნა არის სწორი. ეს შემიძლია თქვა. რა ფორმით და რა გზით მოხდება, რა ხერხს ნახავს ადამიანის შემოქმედი, ეს უკვე მისი გადასაწყვეტი არის. თუმცა აი რაც შეეხება სწორს და რაღაც ბოიკოტირებას და თქვა თანამშრომლობას ხო აი მაგალითად კინოს, ქართულ კინოს 3 წლის წინ, ხო, 2 წლის წინ გქონდა 3 წელი გავიდა. გქონდა ეს დილემა, ასე ვთქვათ, გამოწვევა, როდესაც მივხვდით, რომ კინოცენტრი დავკარგეთ, რომ იქ ის გახდა სრულიად სუბორდინირებული კულტურის სამინისტროს ქვეშ და ის გახდა პოლიტიზირებული და გახდა ჩაკეტილი დამოუკიდებელი ქართული კინოსთვის. ვინც მუშაობდა ქართულ კინემატოგრაფიაში, შევეკრიბეთ ეს ადამიანები და დიდი განსჯაბას ის მერე კენჭი უყარეთ, რომ ანუ უნდა წავიდეს კინო ბოიკოტში თუ არა. და უმეტესობამ ხმამისდა ბოიკოტს და თქვა რომ მე მინდა, მე სწორია, ანუ მან თქვა რომ სწორია რომ მთელი ქართული კინო იყოს ბოიკოტში კინოცენტრთან და არ ითანამშრომლოს მასთან, ეს ნიშნავს რომ არ მოითხოვოს დაფინანსება. სხვა შორის მე ვიყავი ერთ-ერთი ალბათ რამდენიმე ადამიანისგან, ვინც არ ავწიე ხელი და არ ვეთანხმებოდი ბოიკოტს. არა იმიტომ რომ მე მზად ვიყავი თანამშრომლობისთვის
არა, მე მაინც არ მოვითხოვდი დაფინანსებას იმ კინოცენტრისგან, როგორც ის გახდა პოლიტიზირებული. არამედ მე მქონდა ეს განცდა, რომ არ მინდა რომ სხვა ვაიძულო, რომ ჩემ ბრძოლა გაიმეოროს, ასე ვთქვათ რა. ანუ თითქოს არჩევანს არ ვუტოვებდით, აი ამ ბოიკოტით ადამიანებს, რომ თვითონ მიიღოთ გადაწყვეტილება. არ ვიცი მე რამდენად სწორი ვიყვენ, არ ვიყავი სწორი. მე მგონი რომ საბოლოო ჯამში ბოიკოტი მნიშვნელოვანი იყო ძალიან და ამან იმუშავა. აბოიკოტმა გააერთიანა კინემატოგრაფისტები. ერთ-ერთი რატომაც ასევე მიჯერა დავთანხმებულიყო მაშინ ბოიკოტს იყო, რომ ვერ ვხედავდი, ასე ვთქვათ, გამოსვლას ბოიკოტიდან რა, ანუ რაღაცა აქციას იწყებ დასასრულზეც უნდა იფიქრო. აი დასასრული ალბათ ვერც ვიფიქრებდი დასასრულზე თუ განვითარებაზე, იმიტომ რომ მაშინ ვერც კი წარმოგვედგინა მართლაც რა განვითარება მოხდებოდა მას შემდეგ ქლიანთ ქვეყანაში. თუმცა ის რაც დაემართა, ის რაც დაიწყო კულტურის სფეროში შემდეგში უკვე განზოგადდა მთელს ქვეყანას. კი, ვწდებოდი რომ გაღრმავდა და გავრცელდა. ამიტომ ამ დღევანდელ გადასახედიდან ბოიკოტიც სწორი იყო ნამდვილად ამის გაკეთება და ეს იყო რასაც დემონსტრაციული რაღაც განცხადება, რომ ჩვენ ვართ ერთად და ჩვენ 450 ადამიანი ჩვენ უარს ვამბობთ ვიყოთ ნაწილი, ასე ვთქვათ, რაღაც ავტორიტარული მართვის სისტემისა. და დღეს მივიღეთ ის რომ არის კინოცენტრი, რომელიც ხედავთ რომ სრულად პოლიტიზირებულია, რამდენიმე თვის წინ გასცა 4 მილიონი ლარი ადამიანებზე, რომლებიც სრულად ლოიალურები არიან რეჟიმის მიმართ, მაგალითად პირველი ვინც მილიონი ლარის დაფინანსება მიიღო არის გოგა ხაინდრავა, მისი ფილმით, რაც არ ვიცით ეს ფილმი რაზეა, არ ვიცით როგორ მოხდა რა კრიტერიუმ, როგორ მოხდა ამ პროექტების შერჩევა, ვინ იყო ჟიურიში, საბოლოო ჯამში ორეტაპიანი ჟიურია და პირველზე ინფორმაცია აღარ იძებნება, მეორე საერთოდ არც არ ვიცოდით. ანუ გამჭვირვალობა საერთოდ დაკარგულია, როგორ რაში დაიხარჯა 4 მილიონი ლარი ამ შემთხვევაში და პლუს სხვა კონკურსებზე ჯამში თუ 6 მილიონი ლარი რაში და როგორ რა ფორმით დაიხარჯა, გაუგებარი არის. და რა თქმა უნდა, როგორც კი ხდები უკვე ამ სისტემის ნაწილი, თუ თქვათ, როგორც ავტორი მოითხოვ დაფინანსებას აი ამ სისტემიდან, უკვე ამ სისტემის ნაწილი ხდები არის ამ არა გამჭვირვალე, კონფორმისტული სისტემის ნაწილი ხდები, იმიტომ რომ იქ არაფერი გამჭვირვალე თუ დემოკრატიული არ ხდება. და თან ხდები იმ სისტემის ნაწილი, რომელიც რეალურად ეწევა კინოავტორების ფინანსურ და ბიუროკრატიულ ზეწოლას, კინოავტორებზე ფინანსურ და ბიუროკრატიულ ზეწოლას და ამას გავმარტავ რას გულისხმობ. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, სანამ კინოცენტრი გახდებოდა სრულად დაქვემდებარებული, ერთ პარტიაზე დაქვემდებარებული, კინოცენტრმა დაამტკიცა გარკვეული დაფინანსებები სხვადასხვა პროექტებზე, მაგრამ როგორც კი შეიცვალა ხელმძღვანელობა, ეს დაფინანსება ფიზიკურად აღარ გაცემულა. ანუ დაფინანსება დაამტკიცა, მაგრამ აი ესეც ცენზურა არის, ხომ? აღარ გაცემულა. ან კინოცენტრი არ გასცემს წერილებს, რომელიც რაღაც დოკუმენტებს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ კინოპროექტი შედგეს როგორც საერთაშორისო კოპროდუქცია და მან მიიღოს, თქვათ, რაღაცა მხარდაჭერა ევრიმაჟის ფონდისგან, რომელიც წევრიც ასევე არის საქართველოს. და ასევე კინოცენტრი აკისრებს ჯარიმებს რიგ კინოავტორებს და შემიძლია თქვა, რომ აი სამწუხაროდ არ არის დათვლილი, ეს არავის არ დაუთვლია, მაგრამ ქართველ ავტორებს 1000-ობით ლარის ჯარიმა აქვთ დაგროვებული კინოცენტრის მიმართ. და ისინი ვალდებულები არიან, რომ გადაიხადონ ეს ჯარიმა, თუ უნდათ რომ არ გაკოტრდნენ, მათი კომპანიები არ გაკოტრდნენ. ხო, აქვე დავამატებ, რომ ჯარიმების მიზეზი ხშირად ხდება ხოლმე ისიც, რამდენად შეესაბამება კინოცენტრში წარდგენილი პირველადი ასე ვთქვათ, პროექტი პირველადი სახით იმას საბოლოო ვერსიას, რომელიც კინოცენტრს აქვს ვალდებულება, რომ კინოცენტრს ჩააბარო, რაც არის სრული აბსურდი, მით უმეტეს მაშინ, როცა მუშაობ დოკუმენტურ კინოზე და მუშაობ წლების მანძილზე, შეუძლებელია, რომ იდეა, რომელიც, რა ვიცი, დღეს დაგებადა და ამაზე მუშაობას შემდეგი 5-6 წელი მოანდომებს, ზუსტად ისეთივე იყოს, როგორც მხატრულშიც, კი, იმიტომ რომ უამრავი რაღაც შეიძლება მოხდეს და სხვანაირად განვითარდეს და კინოცენტრის ამბავს კიდე დავამატებ იმას, რომ მე ჩემი პროექტი იყო ერთ-ერთი, რომელმაც მიიღო დაფინანსება და მე უარი მივიღეთ ამ თანხის მოცემაზე, ჩვენთვის კოსმოსური თანხის მოცემაზე და დასაბუთება იყო ის, რომ წერილი, რომელიც
გავაგზავნე კინოცენტრთან თანხის მოთხოვნის საფუძველზე ამ წერილზე დამიბრუნდა პასუხი, რომელშიც ითხოვდნენ, შემახსენებდნენ იმას, რომ მე ვარ ბოიკოტში და ითხოვდნენ ახსნა განმარტებას ჩემს დამოკიდებულებას კინოცენტრის მიმართ. ხო, რაც იყო ჩემი აზრით ამ პირდაპირ მინიშნება იმის, რომ იმის გამო, რომ შენ პოლიტიკურად სხვა პოზიციაზე ხარ, ან კინოცენტრის წინააღმდეგ ბოიკოტში ხარ, ეს ჩვენ გვაძლევს იმის მიზეს, რომ ეს არ მოხდეს დაფინანსება, რომელიც მანამდე ბოიკოტი უნდა გამარტოთ, იმიტომ რომ აქ ბოიკოტის რასაც ამბობთ პირობა რაც იყო, რომ ჩვენ არ მოვითხოვთ დაფინანსებას დღევანდელი დღიდან. ამ შემთხვევაში პროექტზე დაფინანსება უკვე მიღებული და დაფინანსებული იყო წინა ხელმძღვანელობის დროს. ანუ ეს იყო რომ ახალი კონკურსების შემდეგ რაც გამოცხადა ამ კონკურსებში აღარ შევდიოდით, მაგრამ რა დაფინანსებაც მანამდე იყო აღებული, იმის შესრულება მოგვიწევდა, იმიტომ რომ ეს გულისხმობდა ვალდებულებებს, მათ შორის არა მხოლოდ კინოცენტრთან, არამედ სხვა პარტნიორებთან, ვინც ამ დაფინანსებთან ერთად წინა დაფინანსების შემდეგ და ამან ჩვენთვის მერე შემდეგი 2 თუ 3 წელი ძალიან დიდი პრობლემები შექმნა და დღემდე არის ეს პრობლემები ევროპულ ფონდებთან, იმიტომ რომ ევროპული ფონდები, რომლისგანაც ასევე მივიღეთ ფინანსური დახმარება, არ გასცემენ ამ დახმარებას მანამ სანამ კინოცენტრი რაღაცა წერილს ბიუროკრატიულ დეტალს არ მოაგვარებს და ეს არის აი მართლა ეს რაღაცა პინგ-პონგი გრძელდება 3 წელი და ზიანდება ამით ქართული კინო ზუსტად და აი რაც შეეხება უკვე თქვათ აი თუ შეგვიძლია თეატრის მაგალითზე ამბობდი ხო რომ თქვათ აი ამ სიტუაციაშიც რომ იქნება ვიღაცას კონდეს სურვილი ითანამშრომლოს და აი ამ თანამშრომლობით შექმნას რაღაცა ღირებული ხო ანუ თანამშრომლობა ნიშნავს რეალურად რას რომ შენ ამართლებ აი ამ სისტემას რომელიც სხვა ხელოვანებს შენს კოლეგებს ასე ვთქვათ, წნეხის ქვეშ ამყურებს, ეს არის წნეხი, ჯარიმები, არ გაცემა ელემენტარული წერილების და უკვე დამდგმელი დაფინანსების არ გაცემა, ეს არის წნეხი. და შენ როგორც ვთქვათ, არ ვიცი, არის ვთქვათ, ჩემი კოლეგა, რომელმაც მიიღო 1 მილიონი ამ კინოცენტრისგან. ის რაღაც უგულვებელყოფს აი ამ სრულიად ხარვეზულ სისტემას და ის ქმნის რაღაც პროდუქტს, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ არ იქნება, რომ მე მგონია რომ ვიცი თუმცა რაზეა პროექტი არ ვიცი, მაგრამ ცხადია ჩემთვის რომ არ იქნება რეფლექსია იმაზე თუ რაც ხდება დღეს ქვეყანაში, რომ ის არ იქნება ადეკვატური რეალობის, იმიტომ რომ ისი ქმედება ხო უკვე არა ადეკვატური არის. უბრალოდ აი ამაზე მახსენდება ხოლმე სხვა ალბათ თეატრის შემთხვევაში მე კიდე სხვა ნამგონია, იმიტომ რომ თეატრის შემთხვევაში გადაწყვეტილად მაქვს ხოლმე სურჩევა რომ სახელმწიფო თეატრების როგორც სივრცეების დათმობა, მათი დატოვება არ მგონია სწორი, იმიტომ რომ აი 20-ზე მეტი სახელმწიფო თეატრი არის უდიდესი ინფრასტრუქტურით, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში, ყველა ქალაქში, ძირითადად ეს არის საბჭოთა კავშირის დროს აშენებული ინფრასტრუქტურა და უამრავი ხელოვანი, მსახიობი, რეჟისორი ზოგი, დრამატურგი რომლებსაც აქვს შესაძლებლობა რომ დაიკავონ სივრცეები, რომლებიც ასევე ხელმისაწვდომია მოსახლეობის უმრავლესობისთვის. სხვა შემთხვევაში ალტერნატივა არის კერძო სივრცეები, რომელიც ცოტაა, სადღაც მთლიანობაში სათეატრო კერძო სივრცე ჯამში არის შეიძლება 8-9 მთელი საქართველოს მასშტაბით, ისიც ძალიან კამერული მოცემულობები, ძალიან პატარა სივრცეები და პატარა სივრცე როცა არის და კერძო არის და სახელმწიფო ფასიც მაღალი, ანუ ხელმისაწვდომა კიდევ ანუ აი როგორ უნდა მოიქცეს ესე დროს არის. ხო, არის უნდაზე არ არის ინდივიდუალური არის. ამოვიღებ ამ ჩემი ლექსიკონიდან საერთოდ ამ გადაცემის შემდეგ დამთავრდება უნდას აღარ ვიტყვი აღარასდროს და მე ვარ სოციალისტური ფლანგის წარმომადგენელი მოძრაობა სოციალ-დემოკრატიაში. ჩვენს უნდა მნიშვნელოვანია და აქ შეიძლება ისეთი წამყვანის ყოფილიყო, რომელსაც ამას არ ახსენებს და სულ კონსენსუსზე გასა. ნუ ერთხელ შეიძლება. არა, ანუ მესმის აბსოლუტურად მესმის რაც ამბობდა. თუ ესენი თუ თეატრი ფლობს ამ სივრცეებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სივრცის დაკავება. მე მგონია რომ ძალიან მართლა მნიშვნელოვანია. უბრალოდ აი მახსენდება ორი მაგალითი რამდენიმე წლის წინ იყო, 2 თუ 3 წლის წინ ეს პერიოდი იყო, როცა ვენეციის ბიენალეზე ჩვენი კოლეგები ხელოვნების სფეროდან წავიდნენ და წარადგინეს თავის ნამუშევარი. და იყო ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, კრიტიკა მოყვა მათ იქ წასვლას, თუმცა მათი არგუმენტი თუ რატომაც წავიდნენ ვენეციის ბიენალეზე, წულუკიანის დრო არის ეს, იყო რომ ჩვენ გამოვიყენოთ სივრცე და აი ამ სივრცეში წარვადგინოთ ჩვენი ხელოვნება და ამით ვთქვათ ჩვენი სათქმელი. რაც მესმის ესეთი არგუმენტი, ასევე შენს მსგავს რაღაც ამბობ.
და ამ ვენეციის ბიენალეზე, ამ გამოფენის გახსნაზე, ექსპოზიციის გახსნაზე იყო ასევე თეა წულუკიანი. აი თუ გახსოვს ეგ მომენტი, რა გახსოვს გიგა? რა წარადგინეს ამ ხელოვანებმა ვენეციის ბიენალეზე თუ როიქ წულუკიანი იყო ამ პავილიონში? მე თეატრის შემთხვევები მახსოვს ესეც წულუკიანი როცა იყო ხოლმე და ხო წულუკიანის მისვლა გვახსოვს ხოლმე რომ წულუკიანი იყო პრემიერაზე ვთქვათ. ეს არის სალაპარაკო საკითხი. ხო, მაგრამ შინაარსი თუ რაზე იყო ეს ხელოვნება, ხო, ხელოვნების ნიმუში რაც წარადგინეს. არ ვიცი ვინმეს თუ ახსოვს, ალბათ ვიღაცას ახსოვს რა თქმა უნდა, მაგრამ იმიჯი, სახე, ხატი რაც დაგვრჩა არის როგორ დგას იქ წულუკიანი ვენეციაში ბიენალეზე ქართულ პავილიონთან და მას სტარს უკრავენ. შეიძლება ეს არტისტები ვიცი რომ არ უკრავდნენ მას სტარს, ანუ სხვა განზრახვით იყვნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მათ რაღაცა გააძლიერეს ასე ვთქვათ წულუკიანის პოზიცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რა ინფორმაცია იქნება შეება საბოლოო ჯამში. ზუსტად. ასევე ვთქვათ არის ესეთი ძალიან საინტერესო ინიციატივა თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი, რომელსაც აფინანსებს მერია და იდეაში წესიერ სახელმწიფოში ეს არის მართლაც ფანტასტიკური ინიციატივა, როდესაც მუნიციპალიტეტი რაღაცნაირად იძლევა სივრცეს ხელოვნებისთვის საჯარო სივრცეში. დღეს ხომ ეს ფორმატი ამ საჯარო ხელოვნების ფონდის არის ის რომ ბილბორდებზე ვხედავთ სხვა ხელოვნების ნამუშევრებს, ნიმუშებს. დღეს არ ვიცი კიდევ არის თუ არა არის ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები გამოფენილი. და ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები ფანტასტიკურია, ხო, წლების განმავლობაში მას მიუყვები, დიდი გულშემატკივარია, სრულად აღფრთოვანებული ვარ ხოლმე მისი ნამუშევრით, მაგრამ აი როგორ იკითხება ეს დღეს თბილისში გამოფენილი ამ სიტუაციაში გამოფენილი ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები ჩანს არა როგორც ხელოვნების ნიმუში თანამედროვე ხელოვნება, არამედ როგორც დეკორაცია, ქალაქის დეკორაცია. იმიტომ რომ მას შინაარსი დღევანდელი კონტექსტიდან, დღევანდელობიდან გამომდინარე აქვს დაწრეტილი, შინაარსისგან დაცლილი არის. ის არის უბრალოდ მშვენიერი ლამაზი ფოტოები ზემოაჭარის ცხოვრებიდან, რაღაც ეთნოგრაფიული კუთხე აქვს და ის აი ამ კონტექსტში არ არის ჩემთვის ხელოვნების ნიმუში, რომელიც უნდა რა არის ხელოვნება, ხო? ხელოვნება რეფლექსირებს. ხო, აი უნდაზე, ხო, მე ვიხმარ უნდას. ისე ხომ არის ხო ეს შევარდ. ხო, ხელოვნება კავშირში არის დღევანდელობას, ხელოვნება იძლევა ქმნის სააზროვნოს სივრცეს, ხელოვნება სვამს კითხვას. და დღეს ხო, აი ეს მშვენიერი ფოტოები არის მხოლოდ დეკორაცია და ის არ არის და აი ამით რას აკეთებს მუნიციპალიტეტი იკეთებს დეკორაციას აი ამ საჯარო ხელოვნების ფონდის საშუალებით. საინტერესოა ძალიან. მე ჩემს აზრს ვიტყვი აი მაგ საკითხზე და შემდეგ ეთოსთან გადავალ ისევ. მესმის რაც აღწერე სალომე აბსოლუტურად და ჩემთვისაც გასაგებია. უბრალოდ რა რჩება დღეს მაშინ კულტურას რა? რჩება ის რომ მივიდეს მაშინ კერძო ბიზნესთან და იმათგან უნდა მიიღოს დაფინანსება და სინამდვილეში ამას კარგად ხვდება კერძო ბიზნესიც. ანუ მიხვდნენ ესენი და ეხლა მთავარი ექსპლუატატორი არის სინამდვილეში ქართული კერძო ბიზნესმენები, როგორც წესი ჯვარი აქაურობას ეგ არის ხოლმე TBC ან Coca-Cola, ანუ ეს საზოგადოება და ანუ რაღაცა გროშება და ანუ სახეზე დააწერენ ამ ქართულ ხელოვანს, რომ აი მე ვაფინანსებ ამას. მისცემენ ერთი რაღაცა ხაზარაძის ღამის ერთი სუფრის ფულს მიცემენ და მთელი ფესტივალი არის დაფინანსებული ამათ მიერ. ანუ რა გურჩება საბოლოოდ რა, რაღაცა ეს ფილმი რო არის, მე ტრუმენ შოუა, ეს კულტურა არის კერძო სექტორის რა, ერთი TBC ბანკის ტრუმენ შოუა, რომლებმაც რაღაცა ფესტივალები, კინოჩვენებები, product placement-ები, მადლობები თუნდა დალიონ და საბოლოო ჯამში იქით ამხარე ხეირობს ბრენდინგი, სოციალური სტატუსი, კულტურული რაღაცა ღირებულება, ახალი მომხმარებლების ახალი სეგმენტი, მთელი რაღაცებს ხეირობს და აძლევს გროშებს და სამადლობელოდ აქვს საქმე და ჩემი აზრით უნდა მივხვდეთ რომ სინამდვილეში სამადლობელოდ კი არ არის კულტურის და დასაქმებული საქმე ამ შემთხვევაში რა. ეს არის თვითგადარჩენის გზა, რომლითაც სარგებლობს კერძო სექტორი, ექსპლუატატორთა ახალი ჯგუფი, როგორც დაქირავებით შრომაში არიან ექსპლუატატორები, ასევე არიან. მე ხა ცალსახად ისეთ ადამიანებსაც გავიხსენებდი ბიზნეს სექტორში, ვინც ამ ფილანტროპიულ მას ესე მძიმე და ცუდად არ იყენებს. მაგრამ ეგეთი რო გავიხსენო, მაშინ ერთი ისეთით უნდა დავიწყო, ვინც ძუნწი არ არის.
რომ მაშინ ერთი ამბავი უნდა ატყდეს, მაგრამ არიან ეგეთები თვითონ უწევენ. ეგ საერთოდ სხვა ის არის რა. ესენი ვინც აი რაც ძირითადად ეხლა რაღაცათან სამოქალაქო პოზიციებით გამოირჩევიან, მავნებლობას აკეთებენ კულტურის სფეროსთან დაკავშირებით. აი მაგ დილემაში მე სად უნდა წავიდეს ეს ადამიანი, ვის მიმართოს სახელმწიფო დაფინანსება აღარ არის, საერთაშორისო დაფინანსება აღარ არის, კერძო სექტორში ეს საშინელება ხდება და რაც ყველაზე მთავარია და აი ამ საკითხზე მინდა რომ გადავიდე, ხანდახან გავიწყდება შინაარსი, როდესაც ჩვენ აი ამ მოცემულობაში ვართ. ანუ ჩვენ ვართ რეპრესირებულნი, განდევნილნი, დაცენზურებულნი ყველას მიერ. აი სახელმწიფო ესა. ჩვენ გავიწყდება რატომ დაგვაცენზურეს? იმიტომ რომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე რომ დაგვაცენზურეს. ანუ მე იმდენად მომწონს ჩემი დაცენზურებული იდენტობა, რომ აღარ მაინტერესებს რატომ დამაცენზურეს. დამავიწყდა ხო, არა, ზოგადად ვამბობ რა, მე როგორც კოლექტიური მე ვიღაც. იმდენად მომწონს ეს იდენტობა, რომ აღარ მაინტერესებს რის გამო და ის საკითხები საერთოდ რა, აი ხა მაგალითად ეს თეატრის ამბავი რო იყო, ჩემი წარმოდგენით აქ იქნებოდა რაღაც სოციალურ საკითხზე, ხო, ვიღაცა დაიყვირებდა, რომ რაღაცა უფასო ჯანდაცვა ყველას, ხო? და ამ დროს ის ამოვარდა. ჩვენ გვახსოვს, რომ ვიღაცა დააცენზურეს და დაბლოკეს, რატო დაბლოკეს არ გვაინტერესებს. ანუ საკითხი თავისთავად გამქრალია აი ამ რაღაცა მე დევნილი ხელოვანი ვარს სიტუაციიდან. ჩემი აზრი გაინტერესებს მაგაზე. არის, მე მგონია რომ მაგის მიზეზი ალბათ ის არის, რომ ხელოვნება აი ეს ხელოვანები, რომლებიც მაგაზე აკეთებენ აქცენტს, რომ დააცენზურეს მისი ხელოვნება, არასდროს არ ყოფილა სინამდვილეში ეგ სახალხო და საყოველთაო რა. და მაგ დროს არის ხოლმე ზუსტად რომ ხელოვნება ამ საჯაროობას რომ ცდება და ამისგან რომ იწრიტება, მე ხელოვნება გადადის რაღაცა პატარა დახურულ ელიტურ და ხშირად კომერციულ ფორმას იღებს რა. და მაგის სინამდვილეში ის თეატრიც რა რაღაცა ძალიან კონკრეტული საზოგადოების რაღაცა ძალიან კონკრეტული ნაწილისთვის არის რა ხელმისაწვდომი რა. და ეს მე მგონია რომ ეგ ელიტურობისგან დაცლა ხელოვნების და მაგისგან გათავისუფლება შეიძლება იყოს ერთ-ერთი არ ვიცი რა გამოსავალი მაგ მდგომარეობიდან რა სახალხოობა კი ბატონო. ანუ აქამდე იყო ეს პრობლემა არსებობდა. ისე. არა, მე ეს სულ არსებობდა ეგ ქართული ფენომენი არ არის ძალიან არ არის ეს ქართული ფენომენი და აი კინოცენტრის შემთხვევაზეც იმას დავამატებდი რომ აი ჩემთვის მანდ ყოფნის ამ პროტესტში ყოფნის მთავარი мотиваცია ზუსტად ის იყო რომ ის კი რომ კონკრეტული რამოდენიმე 10,000 ამიღო და ფილმი გადამიღო და მე რომელიღაც ევროპულ ფესტივალზე თავი მომეწონებინა, ამას ისედაც ვახერხებთ როგორღაც. მთავარი мотиваცია იყო ის რომ შექმნილიყო პრეცედენტი საჯარო დაწესებულების როგორც საყოველთაო სიკეთის ბრძოლისთვის რა. და აი და რაღაც ისეთი სიკეთის შექმნისთვის, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა ყველასთვის ერთნაირად რა, ქალისთვისაც და კაცისთვისაც ეს პრობლემა დგას კინოში, სხვათა შორის ქალის და კაცის პრობლემა და პარტიული მიკუთვნებულობის მიუხედავად და ვიღაცის შვილი ხარ თუ საერთოდ ობოლი ხარ მაგის მიუხედავად. ანუ ეგ პრეცედენტი მაგ პრეცედენტის შექმნა იყო ჩემთვის მთავარი მამოძრავებელი ამ პროტესტში ყოფნის რა. რაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვი რომ რაღაც დასრულებულია ეს საქმე, მაგრამ ეს პატარა ბრძოლა შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ. არა, რა შეიძლება რაღაცა ბრძოლა ვერ მოვიგეთ კეთა, მაგრამ ჩვენ რაც მოვიგეთ კულტურის სფერომ ზოგადად არის სოლიდარობა, ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა. რაც ნამდვილად გაჩნდა 2-3 წლის წინ, ეს იყო ზუსტად სოლიდარობა არა მხოლოდ კინოში, არამედ დისციპლინებს შორის.
როცა მანამდე მაინც ჩვენ ვიყავით დაგსაქსულებით ცალ-ცალკე კინოცალკე, თეატრი ცალკე, ლიტერატურა ცალკე, მუსიკა ცალკე, აი ამ სიტუაციამ ჩვენ შორის ძალიან დიდი ღრმა კავშირი გააჩინა და ეს არის უზარმაზარი მონაპოვარი. მე არ მგონია რომ დავმარცხდით როგორც ასეთი. ეს პროცესი არის. უბრალოდ ჩვენ ამ ხო, ბრძოლა კინოცენტრთან ამ წუთას წაგებული გვაქვს, მაგრამ ჩვენ შევიძინეთ ერთმანეთი და ჩვენი ერთობა დგას ღირებულებაზე და ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება და მონაპოვარი. რაც შეეხება დაცენზურებულ ყოფნას, მე ვარ დაცენზურებულ, ჩემი ფილმია დაცენზურდა, ვთქვათ, მაგრამ ეს არანაირად არ არის რაღაცა სიამაყის თუ მისი საგანი. პირიქით ეს ამ სიტუაციამ ჩემი ცხოვრება შეცვალა არაუკეთესობისკენ. ანუ არ მგონია რომ მე რა კარგი დაცენზურებული ვარ შევამხედეთ. ეს არ არის ის რაც რაღაცა არტისტს რაღაცა უპირატესობაში აყენებს. და არ მგონია რომ რაღაცა კარგია რომ ან რაღაც პლუსში შეიძლება ჩამეთვალოს. ერთი უსაფრთხოების მას კარგა, გრძნობას კარგა და საფრთხე არის, პიროვნულ საფრთხეს გრძნობა ეგეთ დროს. მე თვითონ რაღაც ისეთი გააკეთა რომ ვაუ დაცენზურდა და ანუ ზედმეტი ინფორმაცია არის ჩემთვის და ზედმეტი თავის ტკივილი. ხო, მოკლედ ეს არ არის მას და მაინც ხო, თამოსაწანეობა. სხვათა შორის კინოცენტრთან დამარცხებაზე ნახან საუბრობდით, ამას შევახსენე მაყურებელს, რომ აი ჩვენმა პროფკავშირმა გილდიამ 6 თვის წინ მოიგო პრინციპში დაამთავრა მთლიანად სასამართლო საქმე მეორე ინსტანციაში კინოცენტრის წინააღმდეგ გათავისუფლებული მაშინ ზუსტად თქვენს ამბავზე რამდენიმე პროცესი მიმდინარეობს და ეს ერთ-ერთი მთავარი პროცესი იყო დავითიანის რომელიც მოვიგეთ და უსამართლოდ ცნო სასამართლომ გათავისუფლება მისი კინოცენტრიდან რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას რომ მაშინ ოდესაც ჩვენ ვამბობდით რომ იქ უსამართლობა ხდება ეს ასეც არის ეს დაამტკიცა ამავე სიტუაციისა და ამავე სისტემისა და აი ამ სასამართლოს პირობებშიც იმდენად ცხადი იყო რომ შეუძლებელი იყო სხვანაირად მომხდარიყო პრინციპში მიმდინარე პროცესი რომლისთვისაც არავინ არ იცის როდის მოიცნის ქართული სასამართლო მაგრამ ჩვენც შევიტანეთ სასამართლოში საქმე კინოცენტრის წინააღმდეგ რომელმაც უკანონოდ არ გასცა თანხა აი წეგან დასაწყებოდით მაგ საკითხზე სასამართლოს წარის დავა და რაც შეეხება უბრალოდ რომ გავაგრძელო ბიზნესის ჩართულობას ხო ეს ძალიან ინტერესია კინოში ხელოვნებას ზოგადად ხო ხა ახსენეთ TBC და Coca-Cola და რაღაც მხრივ ვიცი რა კი გეთანხმები რაღაც მხრივ ძალიან კარგი რომ TBC მაინც რაღაცას ნუ მაგაზე ცხადია არა ვიღაცები მართლა მაგრამ მე მეორეს მხრივ რაც ჩვენთან არ არის სხვა რაღაცა კულტურაზე ვლაპარაკობთ და არ არის ამისი კულტურა უბრალოდ არ არის ჩემი აზრით არ არის საზოგადო საჯარო ცნობიერება ამის შესახებ თუ რა არის კულტურა და რა როლს თამაშობს ის და მოკლედ აი ჩემთვის უთქვამთ რომ აი რაც ფულს არ აკეთებს ის არ არის ღირებული ხო აი ცოტა კაპიტალისტური მომხმარებლური თვალთახედვიდან რა ფულს არ აკეთებს და მაშინ არს ღირს უნდა რომ ის არსებობდეს თუმცა ფულს არ აკეთებს ესე იგი მასზე მოთხოვნა არ არის ესე იგი მასზე მოთხოვნა არ არის რა თუმცა აი რომ გადავხედოთ სიტყვაზე რა არის ქართლის საქართველოს ისტორია ან ნებისმიერი ქვეყნის ისტორია ხო მისი უდიდესი ნაწილი არის მისი კულტურა მისი კულტურული მემკვიდრეობა ხო ანუ იქნება ეს რა ვიცი ლიტერატურა თუ მხატვრობა თუ არქიტექტურა თუ სხვადასხვა კულტურა არის ის რაც განსაზღვრავს იდენტობას ხო არა თუ ქვეყნის იდენტობას ხო ახლა ცოტა პატრიოტულად რო ვთქვა ქვეყნის არამედ უბრალოდ იმ დროის იდენტობას ხო რა დროშიც ცხოვრობთ რა ღირებულებებიც გვაქვს რომელზეც მე შენდება ცივილიზაცია თუ ვითარდება თუ კაცობრიობა მიდის წინ ხო აი ამისი ცოდნა და გააზრება ჩვენ საზოგადოებაში ამის დეფიციტი არის არ მინდა რომ თქვა რომ არ არის მაგრამ ამის დეფიციტი არის რა როგორც კი თქვა და ეს ცნობიერება იმატებს ასე მაღლდება რომ ხო კულტურა განგვსაზღვრავს ჩვენ და მე უბრალოდ ის მას აქვს არამატერიალური ისეთი ღირებულება რომელშიც ინვესტიცია ღირს იმიტომ რომ მას ბევრად მეტი შეუძლია მოიტანოს ვიდრე ჩადებულმა და უკან ამოღებულმა რაღაცა 1000-მა ლარმა ხო მაშინ როგორ ხდება ეს სოციალური პასუხისმგებლობაც ბიზნესის მხრიდან რომ მონაწილეობა მიიღოს კულტურის ქმნადობაში ასე ვთქვათ. ახლა მაგალითად ევროპაში არის ძალიან ბევრი ესეთი ფონდი, რა ვიცი, მაგალითად აი ნორვეგიაში სუპერმარკეტების ქსელს აქვს
აქვს ფონდი, რომელიც კულტურაში, სიტყვის თავისუფლებაში, მათ შორის დებს თანხას. ან არის რაღაცა დიდი ბიზნესი გერმანული, რომელიც რაღაცა დეკადებს ითვლის, მაგრამ მას აქვს სრულიად დამოუკიდებელი კულტურის ფონდი, რომელიც არანაირად არ წარმოადგენს რეკლამას იმ ან ცენზურის შესაძლებლობებიც არსებობს ხოლმე, ხო, შემდეგი ხარ. ხო, არა, ანუ იქ გადაწყვეტილებას მიიღება არის რაღაცა გარეთ გასული, ეგ კორპორაცია არ იღებს გადაწყვეტილებაში მონაწილეობას. ან თქვა ახლა ამერიკული სისტემა, ხო, სადაც უფრო ხელოვნურად ხელშეწყობილი არის საგადასახადო შეღავათებია და თქვა ვისაც აქვს დიდი ფულის ბრუნვა, მას პირიქით მისთვის ფინანსურად მომგებიანიც კი არის, რომ რაღაც თანხა ჩადოს ხელოვნებაში. უბრალოდ მდიდარი ადამიანები, რომლებიც აკეთებენ კონტრიბუციას ხელოვნებაში, ისე რომ არსად ფონდებში, ხო, სხვა სახელმწიფო ფონდებში ან პირად კონტრიბუციაც შეიძლება გასცენ, ისე რომ არ მოითხოვან თავიანთი გვარის ლოგოს სადღაც აფიშირება რა, ასეთი შემთხვევებით არის ჩვენთან, ხო, როგორც ხოლმე თქვა, უბრალოდ ეს ქველმოქმედების კულტურა არ არის, ან ჩვენ არ გვაქვს კარგი გამოცდილება ქველმოქმედებასთან, როგორც ერს, ხო, ამიტომ ესეც რაღაცა არა, რა გამოცდილებას გვაქვს, არ მოგწონს. მე მგონია, რომ ეხლა ანუ დრო არის უკვე, რადგანაც სახელმწიფო საჯარო დაფინანსება კულტურისთვის აღარ არის და საერთაშორისო დაფინანსების მიღება ფაქტიურად შეუძლებელი კრიმინალიზებული ხდება. მგონია, რომ ეს ზუსტად ის გარდამტეხი დროა, როგორც შენ თქვი, რომ რაღაცა კრიზისიდან რაღაცა სარგებელი იბადება, რომ ქართულმა ბიზნესმა თქვას, რომ ხომ ახლა დროა მე ავიღო პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მივიღო საზოგადოებრივ ცხოვრებაში და კულტურულ ცხოვრებას გულისხმობს. და ნუ ეხა რო კითხო, ეხა მაგას აკეთებენ, მაგრამ ნუ მართლა სასაცილო არ არის აკეთებენ რა, ანუ ძალიან არასერიოზულია, როგორ ინარჩუნებენ სოციალურ სტატუსს, აი ამ რაღაცა ძალიან მიზერული, დამადლებული სპონსორობით, მაშინ როცა მათი პასუხისმგებლობა უამრავი რამე არის ამ ქვეყანაში და გაფუჭებული რაც არის, მათი პასუხისმგებლობა უამრავია. ხო, მაშინ იდეალურ შემთხვევაში კარგი იქნებოდა, რომ ბანკები ფულს უხდიდნენ ხელოვანებს იმაში, რომ ისაუბრონ იმ რაღაცა დამაზიანებელ ხარებზე, რაც საბანკო სისტემას აქვს საქართველოში. მაგრამ ესეთი პრეცედენტი რა თქმა უნდა ჩვენთან არ მოხდება, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი უსიტყვო გარიგება დგება, ხო, ამ ხელოვანს და ამ ფინანსებელს კერძო სექტორს შორის და ქველმოქმედი კიდე, ანუ ქველმოქმედება ისეთი შენახსენე არ მოგწონს ისეთი როგორც არის, არ მომწონს, იმიტომ რომ ქველმოქმედებას ხო მეც მაგას გულისხმობ, ქველმოქმედებას არ გავს ამ ქვეყანაში და ქველმოქმედება ისევე როგორც ავტორიტარიზმიც და დემოკრატიაც და ყველაფერი არის პერიფერიული და რაღაცნაირად უსახური. თორე რა თქმა უნდა ანუ ვიღაც ადამიანების ანუ ეს არის რაღაცა ამას მე ვუყურებ როგორც თანამშრომლობა კი არა და ხო რაღაცა კეთილი ნება რომ შენ შეგიძლია ვიღაცას დაეხმარო იმისთვის რომ იმ ადამიანმა არ ვიცი შენი დროის რეალობა აღწეროს ან რაღაცაზე რეფლექსირდეს და რაღაცა შექმნას რაც იმოთ შენ არ შეგიძლია რა შენ გაქვს რაღაც ფული გაქვს და არ შეგიძლია პირობითად თქვა ფილმის გადაღება მაგრამ იცი რა მნიშვნელობა შეიძლება გქონდეს ფილმის გადაღებას აი ამ რაღაც ან კინოს განვითარებას მომავალი თაობებისთვის ამ ქვეყნის ცხოვრებისთვის ამ ქვეყნის მომავლისთვის ამიტომ ეს რაღაც ეგეთი კომერციული გარიგება ხო საკვის შემთხვევაში არ უნდა იყოს მაგრამ მე მგონია რომ თუ ქართველი არტისტები ხელოვანები რომლებსაც ეხლა ამოცემლობაში კიდევ უფრო მეტად მოუწევთ ალბათ კერძო ბიზნესთან თანამშრომლობა და რაღაცა გარიგებაზე წასვლა მე მგონია რომ რაღაც შესაძლებელია რომ ცოტა ისე თხოვნის ფორმით კი არ მივიდნენ რომ გეხვეწები რაღაც პირიქით უნდა დაარწმუნო იმაში რომ შენ რომ მე რაღაც ფინანსურად მეხმარები მე
ასევე დიდ ღირებულ რაღაცას ვქმნი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. ეს რა საერთოდ სიტყვა დახმარებას მე ამოვიღებდი ძალიან ბრაზდები ხოლმე როცა აი ხელოვანებს დავეხმაროთ. ეს არ არის ხო, ეს არის მხარდაჭერა ხელოვნების მხარდაჭერა. იმიტომ რომ რა, ანუ რა არის ხელოვნება? ეს ერთის მხრივ არის ავტორის ხედვა, მაგრამ მეორეს მხრივ მას ყავს აუდიტორია. ხელოვნების ბენეფიცი არის, ასე ვთქვათ, ხელოვნების მიმღები, ეს არის საზოგადოება. ანუ როცა საუბარია იმაზე, რომ რაღაცა ხელოვნების ნამუშევარი, ნაწარმოები უნდა დაფინანსდეს, ხო? ის ფინანსდება, ასე ვთქვათ, მიმღები არის არა ავტორი უბრალოდ, არამედ საზოგადოება არის მთავარი მიმღები. ანუ აი ეს ცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. იგივე ბიზნესისთვის, რომ ბიზნესი აფინანსებს არა ხელოვანს, არამედ აფინანსებს ხელოვნების ნიმუშის შექმნას, რომლის მიმღებიც არის საზოგადოება. გეთანხმებით სრულად, პრინციპში დასასრულს მიმოხდეს ჩვენი გადაცემა. მართლაც ეხლა რაღაცნაირ ქვემოქმედების საკითხი დავამთავრეთ, განსაკუთრებით გავიხსენეთ ესე შემოგვეხსენა ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც სხვებთან შედარებით ძუნწი ნამდვილად არ იყო დაფინანსებაში, მაგრამ მის დაფინანსება ძალიან გავდა ფრანგული ფილმი რო იყო ხოლმე, იგრუშკა ერქვა, მე მგონი თან ესე უნდა ვთქვათ. და აი მართლა მაგას გავს მისი დაფინანსების სტილი და ეგეთიც არ გვინდა და რო არ გვინდოდა, ნუ მაგიტო ვართ ეხლა ამ დღეში. ესე იგი, დიდი მადლობა, რომ დღეს იყავით ჩვენი სტუმრები. მე ალექს ჩიღვინაძის პოსტის პათოს გავიმეორებ, რომ კი, კულტურა დაცენზურებულია და ამის წინაშე დგავართ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი მიზეზი არ უნდა დაგვავიწყდეს, რის გამოც ეს ხდება. ვიღაცას უნდა რომ გააჩუმოს ხელოვანი თუ სხვა ადამიანი და ამ გაჩუმებას აქვს თავისი რეალური შინაარსი და დასაბუთება. ან მათ არ უნდა რომ რაღაცაზე ვილაპარაკოთ და ამიტომ მინდა რომ დასასრულს კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მაყურებელს და შევახსენო პოლიტიკურ სუბიექტებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის 800,000 პენსიონერი, რომლების სრული უმრავლესობაც დაქირავებით შრომაში, ფორმალურ შრომაში ვეღარ იქნება ჩართული. ზოგს გარემოვაჭრეთ შევხვდებით, ზოგი ჩვენი მშობლები, ჩვენი მეზობლები სახლებში შეხედან უბრალოდ და შეუძლებელია რომ 400 ლარზე და თუ 300 ლარზე საერთოდ რამე შეძლონ. ან აფთიაქში შეძლონ რამე, ან სურსათში შეძლონ რამე და შემდეგში ეს ცხადი არის რომ ახალგაზრდა თაობის საზრუნავი ხდება, იმიტომ რომ ის მშობელზე სულ საფიქრალი აქვს, სულ სანერვიულო აქვს, როგორ უნდა გააკეთოს, რა უნდა გააკეთოს. ხო და ან დროს არასდროს არ გვესმის გამოსავალი. პოლიტიკური პარტიები საუბრობენ პენსიებზე დაპირებაზე, მაგრამ არავინ საუბრობს როგორ უნდა გააკეთეს, ხო? არა და აი კიდევ ერთხელ ვიტყოდი ამას და ამ დროსაც ამაში გამოვიყენებდი, რომ არის შესაძლებელი არსებული საპენსიო რეფორმის ცვლილება იმგვარად, რომ პენსიები გაორმაგდეს და შეიძლება ზოგ შემთხვევაში გასამაგდეს კიდეც და ჩვენ ამ კუთხით გვაქვს შესაძლებლობა რომ გადავიდეთ ინდივიდუალური დაგროვებითი სისტემიდან, სადაც ჩვენ 2%, 2% და 2% ვიხდით. ესე იგი, იმაში რა ქვია, ჩვენს ფონდში ეს 2% დამსაქმებლისგან და 2% სახელმწიფოსგან პირდაპირ შეიძლება დღესვე დაერიცხოს პენსიონერს და ჩვენ ოდესაც მივახცევთ საპენსიო ასაკს უკვე ის ახალგაზრდობა გადაგვიხდის ჩვენ იმ 2% და არ გვჭირდება ეს საინვესტიციო რაღაცა პირამიდა, რომელშიც ვართ მოქცეული, დღესვე შეგვიძლია მოვაგვაროთ პენსიონერების პრობლემა და მორალურადაც მე ბევრად უკვე ჩემი გადაწყვეტილებით ვიქნები მზად, რომ ის 6% გადავიხადოთ ჩემი გადასახადიდან, რომ მეწოდინება, რომ აი მარჯანიშვილის მოედანზე რომ ჩავივლი, იმის რა ყვავილებით ხელში ღამის 4 საათზე ბეღურასავით შეყუმშული ბებო არ დამხვდება. აი ეს არის ის, რაც ჩვენ საზოგადოებას ჭირდება და ეს არის ის, რის გამოც ხელოვნებას აცენზურებენ, იმიტომ რომ დღეს გეგა გაგნიძის შემთხვევა იქნება თუ სხვა ნებისმიერ შემთხვევა თუ თქვენი შემთხვევები, ზუსტად ამაზე საუბრობდა ქართული ხელოვნება. მოკლედ დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, დიდ მადლობას გიხდით რომ გვიყურებდით და მომავალ შეხვედრამდე.